700 კანონი მიიღო, ასე არა ლანა, 700 კანონი და დალი შენ მონაწილე ხარ ჩვენო პარლამენტო ამ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. მეორე პარლამენტი ასეთი არ არის სოფლიოში. 80% ჩვენ ერთად დავწერეთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სამინისტროებში, უწყებებში, პრეზიდენტის აპარატში, კანცელარიაში და ასე შემდეგ, კომიტეტებში ხილავდნენ უმრავლესობა და პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ერთად ახერხებდნენ ამას და ამიტომ გაიხსნა ჩვენი კარი ამ საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა კარი და ყველა ჭიშკარი როგორც იტყვია, იმიტომ რომ ჩვენ სამართლებრივი ბაზა გვაქვს ასეთი. და მე აღიარებაზე როცა მოგახსენებთ, სოფლიო აღიარებაზე, ევროპულ აღიარებაზე, ეს აღიარება მარტო სიტყვები არ არის. ეს არის ამერიკის პრეზიდენტის და ამერიკის კონგრესის მიერ გამოყოფილი 90-95 მილიონი დოლარი ყოველწლიურად. ეს არა სესხი, არა რაღაც დასაბრუნებელი გრძელვადიანი კრედიტი და სხვა, ეს ნაჩუქარი ფული. საბოლოო ჯამში ამერიკელებმა ჩვენ 94 წლიდან დაწყებული 9 მილიარდი დოლარის დახმარება გაგვიწიეს. ეს არის მარცვალი, ეს არის ფული, ეს არის სხვადასხვა ზეთი და სხვა რაც აუცილებელი იყო ჩვენთვის, ტოლვილებისთვის და სხვებისთვის. 9 მილიარდი. რისთვის? იმიტომ რომ კურსი გვაქვს სწორი. დემოკრატიულ ღირებულებებზე ავიღეთ კურსი. აი ამ კურსის შეცვლა უნდა. რამდენი დახმარება გაგვიწია ევროკავშირმა? რამდენი დახმარება გაგვიწია გერმანიამ, რომელსაც მე ახლა ვესტუმრები და ალბათ ისინიც მეტყვიან თავის სათქმელს და მეც უნდა უთხრა მათ ჩვენი სათქმელი. რამდენი დახმარება გაგვიწია საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა და სხვებმა. ამას არ დავკარგავთ, ამის დაკარგვა წარმოუდგენელია, შეუძლებელია ამის დაკარგვა. ევროკავშირში როცა ვახსენე აბროშუმის პროექტი. ახლა იქ სპეციალისტებს იქონდა წარმოუდგენა, მაგრამ თვითონ ევროკავშირის ხელმძღვანელობა მიაჩნდა, რომ ეს რაღაც ფანტაზიის სფეროდანაა და როდის ახლა ალბათ 30-40 წელი გავიდეს. აბროშუმის მუშაობს. აბროშუმის ჩვენ ხომ გავჭერით უკვე ბაქოს სუბსა. არც ერთია კასპიის ზღვიდან არც ერთი ნავთობსადენი არ მუშაობს გარდა ბაქოს სუბსისა. მუშაობს შეუფერხებლად. და სიკეთე ჰეიარალიოს, რომელმაც აიღო თავის თავზე და ამერიკის პრეზიდენტსა და სხვებს, რომელმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და სულ რაღაც 7 თვეში, 8 თვეში ჩვენ შეუძლებელი 600 მილიონი დოლარი აზერბაიჯანმა და საქართველოს ერთობლივად აითვისა. და ეს ნავთობი მიედინება დასავლეთისაკენ დიდი სიმდიდრე ჩვენთვისა და მათთვისაც. დიდი ნავთობი, რომელიც ასევე დიდ სიმდიდრეს მოიტანს ბაქო, თბილისი, ჭეიხანი. გაზი, გასადენი თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი და ასე შემდეგ. და სხვა მრავალი კიდე. ეხლა ჩვენთვის კია დიდი მოვლენა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანება. მეორე დღესვე მოვიდა პრეზიდენტ კლინტონის მოლოცვა. საკმაოდ გრძელი მოლოცვა, მე მგონი დღეს გაზეთებში იქნება თუღებულობს წაიკითხეთ. და ისეთი საბჭოება რჩება, რომ ამას ის განიხილავს როგორც თავის საკუთარ გამარჯვებას. იმიტომ დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულება გაემარჯვა. და ასია ჩვენს მიმართ განწყობილი მთელი მსოფლიო, ამიტომ არა ვართ, ამიტომ აღვახთ. სწორად ნათქვა, მარტონი არა ვართ. ჩვენ ვაშენებთ ღირსეულ ქვეყანას, ღირსეულ სახელმწიფოს. აი ამიტომაც დიდი კაპაციტეტით ადევნებენ ახლა თვალყურს. იქაც ჩtildeოებში ბატონი ვეტარი უბრწყინვალესად გამოვიდა დღეს და ყველა მის დებულებას ვეთანხმები. ჩვენ უამრავი მეგობარი გვყავს. ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს ხელოვნებაში, ლიტერატურაში, პოლიტიკოსებში გვყავს მეგობრები, მაგრამ ის კურსი, რომელსაც ისინი ატარებენ საქართველოს მიმართ, ეს მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ აღარ დაუბრუნდებით, ეს ერეკლეს დრო არ არის, ერეკლეს უჭირდა მაშინ 90 ომი თუ რამდენი გადაიტანა და ბოლო წუთებამდე ხმალი ეჭირა კაცხადში და იბრძოდა, მაგრამ რა ეხლა მეტი გამოსავალი არ იყო, ფიზიკური გადარჩენაზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ეხლა ის საუკუნე აღარ არის, ის დრო აღარ არის. ჩვენ უკვე გავიგეთ თავისუფლების ფასი. უკვე გავიგეთ, უკვე ჩვენ გვეყუდნის. და ეხლა ამ თავისუფლებას ასე იოლად აღარ დავკარგავთ, აღარ გავცვლით. არაფერში არ გავცვლით.